ის რასაც ამბობს ტრამპი, რუბიო, მასკი, იგივეს ამბობდა ქართული ოცნება ბოლო 2 წელი. რამდენად თქვენ ამას ეთანხმებთ? არა ტყუილია რაც. აბა რატო? თქვენ მით უმეტეს გირჩი ამბობს ყველაზე დიდი ტრამპისტები ჩვენ. ერთადერთი პარტია ვიყავით, დანარჩენი ყველა ტრამპის მოწინააღმდეგე. აი რა ნაწილში არ ემთხვევა? მაგალითად განათლების სამინისტროს გაუქმება უნდა, პირიქით აგერ კომისიას ქმნიან, რომ კიდევ უფრო მეტად დაარეგულირონ. განათლების სამინისტროს აუქმებს ტრამპი მაგალითად. ტრამპი რო აუქმებს იმას გულისხმობ? დითი გამოირჩევა ხო ტრამპი საბოლოო ჯამში. მისი ადმინისტრაცია ამბობს, რომ სახელმწიფო უფრო ნაკლებად უნდა იყოს ჩარეული ადამიანების ცხოვრებაში და ბევრი სხვადასხვა საკითხები, რომელიც დღეს რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტებით, ესენი გავათავისუფლოთ, აუქმებს ამიტომ ნორმატიულ აქტებს და ათავისუფლებს სხვადასხვა დარგებს. მოდით, თავარზე ვისაუბროთ ახლა. თავარი ეს არის, და თავარი საქმე მაგაში მდგომარეობს. თავარი ეს არის. ახლა ნახეთ თქვენ რაზე გინდათ საუბარი. რაშიც მე მინდა საუბარი Deep State-თან დაკავშირებით, ჩარევებზე, USA-თან დაკავშირებით, დიახ. LGBT ამბავზე, აი ნუ, რა თქმა უნდა, იგივე ამიტომ გეკითხებით. არა, არ შეიძლება იგივე იყოს განათლების სამინისტროს გაუქმება და LGBT პროპაგანდა. უბრალოდ არაფერ შუაში არ არის. ხოცები სინამდვილეში ყველაზე დიდი LGBT აქტივისტები იყვნენ ქვეყანაში. ანუ მათ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მათ მიიღეს პროკურატურაში მაგალითად საქმე რო აღიძვრება, დანაშაული ვის წინააღმდეგ მოხდა, ქალის თუ კაცის წინააღმდეგ, ტრანსგენდერის აგრეთვე დაიწყეს ქალებად. თვითონ ახლაც ეგრე მიდის. სისხლის სამართლის ადამიანის კვლელობა დამამძიმებელ გარემოებად აქციეს, თუ იმითი რა ქვია, ადამიანის კვლელობის მოტივი იყო ისა გენდერული რაღაცა. ანუ ადამიანს რომელს მოკლავ, რის გამო მოკლავ. ანუ შეიძლება მნიშვნელობა ქონდეს, ანუ კვლელობაა, ხო? და ამათმა შემოიღეს დამამძიმებელ გარემოებად, რომ ვიღაც ასეც თუ მოკლავდი პირობითად. მაშინ სხვანაირი იქნება, ასეც თუ წემდი, თუ იჭყობებდი. სხვანაირი იქნებოდა, ისეც სხვანაირი. ადამიანების დაყოფა თვითონ დაიწყეს ამ ნიშნით. ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტში და ვთქვით, რომ აი თქვენს მიერ მიღებული ეს ბოდვები, რაც ახლა მე თქვენ ჩამოგითვალეთ. ეს ამოვიღოთ და ამოვიღოთ სიტყვა გენდერი. რა გვინდა ეს გენდერი, რო გიწერიათ, კიდე რომელს გენდერს იცნობთ? რომელს სქესს იცნობთ, და რას იცნობთ? და თვითონ უწევდათ, ანუ ფაქტობრივად ხო თვითონ უწევდათ 50 გენდერის თუ 70 გენდერის აღიარება თავიანთი კანონმდებლობით. და როდესაც დაინახეს, რომ იქ დემოკრატებს საქმე კარგად არ მისდის, ტრამპი შეიძლება ისევ დაბრუნდეს, ტრამპმა ის ბოქსი გააჟღერა. ამათმა როგორც აი პირწავარდილმა პოპულისტებმა ჩვეულებრივად ჩათვალეს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უკეთესია ახლა ამ სიმღერის სიმღერა, იმიტომ რომ მანამდე ახლა პარალელურად როცა ჭირდებათ რაღაცის გაფუჭება. ეგრევე ამბობენ, რომ იცი რა, ჩვენ ევროპის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ ახლა. და მაშინ ხვდები, რომ ის რაღაცა ჭირდება ძალაუფლების გასამყარებლად, ევროპული რაღაცა ის არაფერ შუაში არ არის საერთოდ, ისევე როგორც ეს გენდერ შმენდერი არაფერ შუაში არ იყო. ფიზიკურად იყო. ეს ერთი თემა, მოდი. ეს ერთი თემა. გადავიდეთ მეორეზე. Deep State-ს რაც შეეხება. Deep State-ის აი ლექსიკონურად რო განმარტო, რაც ამაში იგულისხმება, ნათია თურნავ არის Deep State. რატო? იქ რაც იგულისხმება ჩაბუდებული დიდხნიანი ბიუროკრატები, რომელსაც სხვადასხვა თაობების ბიუროკრატია, ესე ვთქვა. ფარული ბიუროკრატია, რომელიც აი რაღაც ამ ჩაბუდებული თავისი ნამცეცების მეშვეობით, რომელიც ასე ისე მილიონერად არის მიდემოდებული, რაღაცა გავლენებს ახორციელებს მიმდინარე პოლიტიკაზე, ფინანსურ ნაწილში ძირითადად, მაგრამ კიდე სხვა ნაწილში. ანუ გასაგებია რომ ტრამპი ამას ებრძვის. უნდა ებრძოლოს კიდეც. ანუ მე არ ვატება მინდა ვუსურო მას ამ საქმეში, მაგრამ ხოცები ამას აკეთებენ. ანუ კი არ ებრძვიან ხოცები ამას. ოცნება ამაზე კი არ საუბრობდა. ოცნება საუბრობდა გარედან ზეწოლაზე. ქვეყნის ომში ჩართვაზე. Deep State-ის მოქმედებაზე. ეგ არ დაუმტკიცებიათ. ომში ჩართვაზე ბევრჯერ ითქვა რომ მოდი დადეთ მტკიცებულება. ომში უკრაინის გარდა არავინ არ არის ჩართული. მოლდოვა ხო არ ჩართულა. ანუ მოლდოვაზე მეტრის კი ხვალ გვემხრებოდა ჩვენ. რუმინეთი არ ჩართულა. პოლონეთი რავი ზედ იყო მიერთებული საერთოდ ფაქტობრივად უკრაინას, მაგრამ არ ჩართულა. არ ჩართულა ჩეხეთი, არ ჩართულა ბალტიისპირეთი. ანუ ჩვენ რომელთა გაცხარებული განცხადებები ცნობილია ბალტიისპირელები. ოღონდ ნახეთ ამ განცხადებებით იმათმა მოიპოვეს კეთილგამწყობა დასავლეთის ისევ, ისინი რჩებიან დასავლეთის რუკაზე რაღაცნაირად ჩვენ ავტომატურად ითარგმნა რომ პრორუსული ქვეყანა გავხდით და მის მერე დაიწყო ეს რაღაცები რაც ჩვენ თავს ხდება და ქოცების თავს ხდება. შესაბამისად აქ მე მგონი ყველაფერი ძალიან გასაგებია საბოლოო ჯამში ქოცების ამ ნარატივმა შეიძლება ხალხის მასაზე იმუშავა, მაგრამ სინამდვილეში ის რომ მართალი არ იყო თუნდაც იმით იდგინდება რომ ომი სად დაიწყო სხვაგან. ნუ თუ ყველგან ქოცები იყვნენ, ყველგან ბრძენი იყო მეთაური.
ხო ყველგან არ იქნებოდა ბიზნესნაირი ბრძენი. სადღაც ვიღაც სხვანაირიც იქნებოდა, მაგრამ არც იქ არ დაწყებულა ბრძოლა. ხო, მაგრამ თქვენ ახლა ისეთ ქვეყნებით ჩამოთვალეს, რომ ყველა ნატოს წევრია და მე ვერ წარმომიდგენია ნატოს ქვეყნებთან ახლა ომი როგორ უნდა დაწყებულიყო, როგორ არ არის ახლა. მოლდოვა არ არის ნატოს წევრი. ნუ კარგით, ერთი მოლდოვა არ არის. და მეტი ვიგი და სხვა რომელ ქვეყანას თქვენ პოლონეთი მითხარით ახლა. თქვენ უნდა მითხარით ერთი ქვეყანა სადაც ომი მიმდინარეობს. ბალტიისპირეთის ქვეყნები მითხარით ახლა, როცა ნატოს ხოლგა გახურავს იქ რა ვიცი ახლა დაცულიც ხარ ალბათ კერა და დაცული ხარ. და აი თქვენ ერთი ქვეყანა დამისახელეთ სადაც ომი მიდის სხვაგან. არა, არსად არ მიდის, მაგრამ რა გითხრათ, მე მეზობელი ქვეყნები დაგისახელეთ, შემიძლია აქეთ შუა აზიითაც დაგისახელოთ ქვეყნები. ხო, კი ბატონო, მაგრამ იმათ არ უთქვამთ, რომ ვინმე ემუქრებოდა, მოდით ახლა ესეც ეს ჩვენ ვამბობდით, რომ ვიღაც გვემუქრებოდა და მესმის რაღაცა ფაქტები უნდა დადოთ, კი ბატონო. აი, უბრალოდ აი ეს დღევანდელი მოცემულობა. ფაქტი, ანუ როგორ შეიძლება ესე უბრალოდ ვიღაცა მხარო ვიღაცამ ემუქრებოდა და ამიტომ ეს ხენი ეს უბრალოდ არასერიოზულია.